ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში მცხოვრები ბილვანიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს, ოჯახს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს. ილია ბილვანიძე ტუბერკულოზით არის დაავადებული, მისი მეუღლე თამარ საგინაძე კი ეპილეფსიითა და შაქრიანი დიაბეტით. ოჯახი დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვს. ბინა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის ემიგრანტი ილია ბილვანიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ავარიულია. ბილვანიძე დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვს. ცხოვრობ აგერ დაუხურავ სახლში. რამოდენიმეჯერ მიუმართე გამგეობას, რამოდენიმეჯერ. თბილისშიც დავწერე განცხადება, მომივიდა პასუხი არა და არა. მეუბნებია, რომ სახლი გაფორმებული არ არისო, ვერ დაგეხმარებით. ბოლო განცხადება დავწერე 22 ამ თვის 22 რიცხვში. ნახოთ რა პასუხი იქნება. ილია ბილვანიძე ტუბერკულოზით არის დაავადებული. სახელმწიფოსგან დახმარების სახით კი მხოლოდ 54 ლარს იღებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს მის მეუღლეს თამარ საგინაძეცაც. იგი ეპილეფსიითა და შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული. უსახსრობის გამო კი მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. მაქვს ეპილეფსია, მაქვს დიაბეტი. ორივეს ფორმასები მაქვს. მივედი თაგვაძესთან და გამომისტუმრა უარით, რომ ამ ფორმასებით პენსია არ გეკუთვნებაო. ბოლნისის მუნიციპალური გამგეობის სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი მარეხ ახვლედიანი ოჯახს დახმარებას პირდება. განცხადება განხილვის სტადიაში არის. 1 აგვისტოდან დაახლოებით 900 განცხადებაა შემოსული. ამიტომ ძალიან გვიჭირს ასე ერთბაშად ამ განცხადებების განხილვა და ეტაპობრივად მიმდინარეობს განხილვა განცხადებების და რა თქმა უნდა შესაბამისად დახმარების გარეშეც არ დარჩება ეს ოჯახი. სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამსახურში განმარტავენ, რომ ილია ბილვანიძის საცხოვრებელი ფართის პრობლემის გადაწყვეტა მათი კომპეტენცია არ არის. საბოლოოდ, როდის შეძლებს ბოლნისის გამგეობა სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას, ჯერჯერობით უცნობია.